რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა თამარ გლონდთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ უსმენთ რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა სტუდიაში მუშაობს თამარ გლონდი. გადაცემის მეორე ნაწილის თემა დღეს ლარის კურსი იქნება. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 2014 წლის 25 ნოემბრიდან დაიწყო, რაც ეროვნული ბანკის მმართველის გიორგი ქადაგიძის მისამართით გამოთქმული κρიტიკის მთავარი მიზეზი გახდა. 26 იანვრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 დოლარი 2 ლარი და 59 თეთრი გახდა. აღნიშნული კურსი რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოში ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით მაქსიმალურ ნიშნულს 1999 წლის 23 თებერვალს მიაღწია. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 45 თეთრი ღირდა, თუმცა ეს კურსი 2 დღეში 2 ლარად და 29 თეთრად შეეძლოთ. შეეძინათ მოქალაქეებს 27 თებერვალს კი კურსი 2 ლარი და 35 თეთრი გახდა, ხოლო წლის ბოლოს 1 ლარი და 93 თეთრი. 2015 წლის დასაწყისში კი 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 20 თეთრი ღირდა. საკითხთან დაკავშირებით დღეს ბევრი განცხადება გაკეთდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება საგანგაშო არ არის. ის, რაც დღეს არის, დევალვაცია, პირდაპირ შედეგია იმ დევალვაციის, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხდება, ნავთობის ფასის დაცემის გამო. ამ მოვლენებს შორის პირდაპირი კავშირია. არანაირი შიდა მიზეზები ამას არ გააჩნია, თუმცა ჩვენ გვაქვს კონკრეტული გაწერილი ნაბიჯები თუ როგორ შეიძლება შევამციროთ ან შევამსუბუქოთ გარე მოვლენების ეფექტი. მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რა ინსტრუმენტებიც მის ხელშია, მათ შორის ეროვნულ ბანკთან ძალიან კარგი კოორდინაციით, რომ ამ ეფექტების მინიმიზაცია მოხდეს, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე კი უახლოეს მომავალში ლარის კურსის დასტაბილურებას ვარაუდობს. შესაბამისი განცხადება გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ლარის გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. 2015 წლისგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმპორტი ამ რაოდენობით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადები არის დაბალანსებული. მეორე ფაქტორი არის ფულის მასა. ის მაქსიმალურად შევზღუდეთ. ფულის მასის ზრდა არის ნულთან ახლოს. შესაბამისად, არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს, განაცხადა გიორგი ქადაგიძე. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონეტარული პოლიტიკის მორიგ ჯერზე გამკაცრებასაც არ გამორიცხავს. საჭიროების შემთხვევაში კი მოხდება ფისკალური კონსოლიდაციაც. ეროვნული ბანკის მიერ შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ რეზერვების გახარჯვას ეკონომიკური ექსპერტები. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდეს. იმის მაგივრად, რომ დასახონ კრიზისიდან გამოსავალი გზა, ის ყოველთვის ეძებს თავის მართლების საბაბს და ეს თავის მართლება, როგორც წესი, ყოველთვის არის საგარეო ფაქტორი, განაცხადა რომან გოცირიძე. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების უმოქმედობა ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობას აზარალებს. ისინი ლარის გამყარების გზებზე საუბრობენ. თითოეული დღე აზარალებს საქართველოს მოსახლეობას. მთავრობის უმოქმედობა ძალზე მძიმე მდგომარეობაში აყენებს ეროვნულ ვალუტას. თუ არ გადაიდგა ნაბიჯები, რომელიც გამოაცოცხლებს ეკონომიკას, რომელი გეგმაც ჩვენ შევთავაზეთ მათ, იმიტომ რომ მათ გეგმა არ აქვთ, აღნიშნული მდგომარეობა კიდევ და კიდევ გაუარესდება, აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა. თავისუფალი დემოკრატები კი ფიქრობენ, რომ ექსპორტზე უფრო მეტი პროდუქციის გატანა უნდა მოხდეს. მარტო გარე ფაქტორებზე გადაბრალება არასწორია. ქვეყანაში არ შემოდის საკმარისი რაოდენობის დოლარები, შესაბამისად დოლარზე მოთხოვნა იზრდება. ექსპორტზე უნდა მოხდეს მეტი პროდუქციის გატანა მეტ ქვეყნებში, უფრო სანდო პარტნიორულ ქვეყნებში, განაცხადა ვასილ რევიშვილმა. თუ იქნება მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან ქმედითი ზომები გატარებული და მთავრობისგან დარწმუნებული ვარ, რომ იქნება, მაშინ მე არ ველოდები ლარის კურსის კიდევ უფრო გაუარესებას, აღნიშნა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა. დღესვე პარლამენტის ეროვნული ბანკისგან ქმედითი რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკიდან ინფორმაცია გამოითხოვა თამაზ მეჭიაურმა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აინტერესებს, რამდენად ეფექტურად დაიხარჯა რეზერვები და როგორ აისახა ის ლარის კურსზე. გამოვითხოვე ინფორმაცია ეროვნული ბანკიდან, მაინტერესებს, როგორ იხარჯებოდა რეზერვები და როგორ აისახებოდა ეს ლარის კურსზე. რომელიც გაიყიდა ამ პარასკევს, მაინტერესებს, რამდენად ეფექტურად დაიხარჯა. ისინი განუცხადა ჟურნალისტებს თამაზ მეჭიაურმა. მის განცხადებას კი კომიკური უწოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის პირველი მოადგილის ნოდარ ებანოიძის შეფასებით ლარმა მთავარი დარტყმა უკვე მიიღო და კურსი უახლოეს ხანში სტაბილურობისკენ წავა. მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები. ჩვენი მთავარი დარტყმები გასულ პერიოდში გავიარეთ $1.2 მილიონიანი დანაკარგი იყო, რაც კურსი აისახა. ვფიქრობ, რომ ეს გავლენა უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის და კურსი უახლოეს ხანში უნდა წავიდეს ისევ სტაბილიზაციისკენ, განაცხადა ნოდარ ებანოიძე. და რადიო მაესტროს ეთერში ახლა ისაუბრებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი. მოგესალმებით და მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევით. ბატონო ზვიად, რა არის ეროვნული კურსის ვარდნის ძირითადი მიზეზები? ქვეყნის ხელისუფლება და ის ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ვითარების დასტაბილურებაზე, აცხადებენ, რომ ამის მიზეზია საგარეო ფაქტორები. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ლარის დევალვაცია მეზობელ ქვეყნებში ნავთობის ფასების დაცემით არის გამოწვეული და ამას არანაირი შიდა მიზეზი არ გააჩნია. როგორია თქვენი პოზიცია? არსებობს თუ არა შიდა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ლარის კურსის ასეთ მკვეთრ ვარდნაზე? კი ბატონო, მიზეზები დაახლოებით იგივე რაც იყო შარშან, როდესაც იგივე დროს დაახლოებით იფასურდებოდა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში. ეს მიზეზები არის როგორც ისე გრძელდება ექსპორტის ვარდნა, ისევ ინვესტიციების კლების ტენდენცია, ინვესტიციებში რომ შავ-შავ ძალიან ბევრ კომპონენტში არის კლება, მაგალითად ჯანდაცვაში ინვესტიციები, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში კატასტროფულად შემცირება, მიზეზები დაახლოებით იგივეა, ასევე საგარეო ფაქტორებსაც უკავშირდება არის რომ რუსეთთან რა თქმა უნდა გადმოუწყობა მცირდება. რაც შეეხება ბენზინზე ფასებს, აქ ამ შემთხვევაში ბენზინზე ფასები რო ძალიან დაბალია, პირიქით ეს ეხმარება იმას, რომ არის უფრო გაუფრთხილდეს ამ სასაცილოების პირიქით კარგი დადებითი ფაქტორია, იქნება გამომდინარე რომ ნაკლები დოლარი გადის, როდესაც ბენზინი შემოდის. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ფაქტორებს, ჩემი აზრით აქ პრობლემა გვაქვს ის, რომ ექსპორტი და ინვესტიციები რომ მცირდება, მაგალითად და სინგაპურის ნაკადები ტურიზმიდან როდესაც არიდება ის როგორც ადრე, ეს მეტწილად დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაუარესებულია, მაგალითად ბიზნეს გარემო არის გაუარესებული, ჩვენ ეკონომიკური ხელისუფლების ინდექსი მაგალითად უკან ვიხევთ, ინვესტიციების მიმართებაში უკან ვიხევთ, ან როდესაც ნაკლებად მიმზიდველია საქართველოში საქმის კეთება, შესაბამისად თუმცა ინვესტიციების იკლებს ვაჭრობა და იკლებს ყველა მაჩვენებელი. ჩვენ ხედავთ, რომ მაგალითად ამავე დროს რამდენიმეჯერ იყო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, რამაც პირდაპირ განაპირობა ლარის კურსის გაუფასურება და მთავრობა მაშინაც რაღაც საგარეო ფაქტორებს აბრალებდა და მთავრობა ზუსტად იმისთვის არის, რომ საგარეო ფაქტორებს გვერდი აუაროს და როგორღაც ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. შესაბამისად, ხოლმე გადაბრალების რეჟიმში ყოფნა ჩემი ეს არასწორია, მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტური ნაბიჯების განხილვა გადადგმა და ეს ნაბიჯებია ის, რომ ქვეყნის ეკონომიკური, მაკროეკონომიკური პარამეტრები დასტაბილურდეს და წავიდეს უკეთესობისკენ, რაც გამოიწვევს ქვეყანაში როგორც ქვეყნის შიგნით ბიზნესის გამოსაწყობლებას, ასევე ინვესტიციების მოზიდვას. ბატონო ზვიად, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნოდარ ებანოიძის განცხადებით, კურსი უახლოეს მომავალში სტაბილურობისკენ უნდა წავიდეს. როგორ ფიქრობთ, რის საფუძველზე აკეთებს ის ამგვარ განცხადებას და ხელისუფლების მხრიდან? ბოლო 1 წლის განმავლობაში, როდესაც ეს პრობლემა დადგა, ქვეყნის წინაშე იდგმებოდა თუ არა ადეკვატური და სწორი ნაბიჯები პრობლემასთან გასამკლავებლად? მე არ ვიცი რასთან დაკავშირებით კეთებ ეს განცხადება, თუმცა ჩემი აზრით რაღაც კარგია რომ არ შეიქმნას ცუდი და უარესი მოლოდინები, შესაბამისად რა თქმა უნდა მთავრობის წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებას და ალბათ ეს სწორიც არის რომ მომავალში დასტაბილურდება ლარის კურსი. შეეხება მთავრობის ნაბიჯებს განსაკუთრებით წლების მანძილზე ამაზე ვისაუბრე და კიდევ დავამატებ იმას რომ არ დარჩენილა მაგალითად საქართველოს სექტორი, რასაც მთავრობა რაღაც უარყოფითად არ შეეხო, ხო? თუმცა ბენზინის გამყიდველები რო ავიღოთ, რაღაც მრავალ მილიონიანი ჯარიმა, მრავალ მილიონს დააჯარიმეს ისინი და თუ გადავხედავთ, რეგულაციების, ჯარიმების თუ რაღაც გადასახადების არ დაწევით, მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი არ არის ადეკვატური იმასთან მიმართებაში, რომ დასტაბილურდეს ლარის კურსი და ზოგადად ეკონომიკური დაიყოს მაღალი. შესაბამისად მხოლოდ გადაბრალების რეჟიმში საგარეო ფაქტორები იქნებათ ეროვნულ ბანკს რომ აბრალებენ, ესე არაფერი პრობლემა არ გამოსწორდება, პრობლემის გამოსწორება მხოლოდ დევს არა რაღაც ლაპარაკში გადაბრალებაში, არამედ მუშაობაში და უფრო რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებში. ეს ნაბიჯები, ერთი ნაბიჯი მაინც რო დაასახელონ, მე არ მეგულება, თქვენ ირჩევთ, როდესაც მოიწევთ ერთი ნაბიჯი დაასახელონ, ნებისმიერ ერთ ნაბიჯი, რომელიც იყო პრო-ბიზნეს ნაბიჯი და გადადგმული იყო იმის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.
ანუ თქვენ თვლით, რომ ხელისუფლებას არ ქონდა შემუშავებული კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც გრძელვადიან პერიოდზე მაინც იქნებოდა გათვლილი თუ არა მოკლევადიანზე და გარდა ამისა, თვლით თუ არა, რომ აი ეს გადაბრალების ფაქტორი, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი მთავრობაზე იშვერს ხელს, მთავრობა კი ეროვნულ ბანკზე კოორდინირებულად მუშაობას შეძლებენ ამის შემდეგ ისინი როგორია თქვენი გაწყობა? პრობლემაა. კი ეს პრობლემაა, ის რომ ერთმანეთს აბრალებენ, თუმცა მე პირადად არ მინახავს რომ ეროვნული ბანკის წესები გაეციროს მთავრობისკენ, მაგრამ ეროვნული ბანკი საკმაოდ ისეთ სწორ ნაბიჯებს გავს, ერთი ის რომ ეროვნული ბანკი შეძლებს დაგვართ არ ფლანგავს რეზერვებს, მეორე ფულის მასა შეამცირა ეროვნულ ბანკმა გაზარდა რეფინანსების განკვეთ, ანუ ეროვნულ ბანკმა ყველა ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ ქვეყანა შენარჩუნებულიყო ფინანსური სტაბილურობა და მკვეთრი გაუფასრება არ მომხდარიყო ლარის კურსის, თუმცა შეუძლებელია მარტო ეროვნულ ბანკმა გაართოს თავი იმ პრობლემებს, რაც საქართველოშია და ფაქტია, რომ არ არსებობს კოორდინებული მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ თავრობამ მთლიანად აბრალებს საგარეო ფაქტორებს, შემდეგ ეროვნულ ბანკს. ბატონო ზვიად, დეპუტატი ზვიად ძიძიგურის თქმით, შექმნილ ვითარებაში მყისერი გამოსავალი არ არსებობს, ხოლო მექანიკური ჩარევები უარეს შედეგს გამოიწვევს და ის მიიჩნევს, რომ გამოსავალი მდგომარეობს მხოლოდ თანდათანობით თანმიმდევრულ მუშაობაში. პირველ რიგში მაინტერესებს, არსებობს თუ არა კონკრეტული მექანიზმი, რომლითაც მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია შედეგების მიღება და გარდა თუ თანმიმდევრულ და ხანგრძლივ პროცედურებზე ვისაუბრებთ, პრობლემა ქვეყნის წინაშე უკვე 1 წელზე მეტი ადგას. აი რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო კონკრეტულად იმისთვის, რომ 26 იანვარს კურსის ვარდნის ასეთი რეკორდული მაჩვენებელი არ მიგვეღო. კი ბატონო, ანუ მე ვთვლი რომ მოკლევადიანი გადაწყვეტის აქ არ არის და შეუძლებელია მოკლევადიანი გადაწყვეტილების შედეგად ლარის კურსი გამყარდეს. ერთ-ერთი ვარიანტი ვთქვათ რეზერვები დაიფლანგოს, თუმცა ეს პროგრამა ექნება დროთა განმავლობაში გაუფასდება ლარის კურსი დოლართან მიმართებაში. და რაც შეეხება გრძელვადიან საკითხის გამოსავალს, ეს აპრობირებული მეთოდია ყველა ქვეყანაში, მსოფლიოს პრაქტიკა ამას გვიჩვენებს და მათ შორის საქართველოს პრაქტიკაც, როდესაც საქართველოში ლარის კურსი 2-ზე მაღალი იყო და დავიდა 1.45-მდე იყო დასული, ეს მეთოდი არის ის, რომ ქვეყანაში უნდა მოხდეს ეკონომიკის ლიბერალიზაცია, უნდა შემცირდეს გადასახადები აუცილებლად, უნდა შემცირდეს მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, უნდა შემცირდეს დამატებით ღირებულების გადასახადი, მოიხსნას აქციზი, აუცილებელია არ იყოს დეფიციტური ხარჯვა, შემცირდეს ქვეყანაში სახელმწიფო და მთავრობის ვალი უნდა შემცირდეს აუცილებლად, მთავრობამ არ უნდა ისესხოს შიდა ვალის აღება, უნდა მთლიანად შეაჩეროს და მხოლოდ საგარეო ვალით დაკმაყოფილდეს და ამავე დროს, რა თქმა უნდა, დეფიციტური უნდა დაიძლიოს დეფიციტი დროთა განმავლობაში და საქართველოს უნდა ქონდეს პროფიციტული ხარჯვა. ანუ ეს არის ზოგადად ის, რაც ქვეყანას შემოიტანს უფრო მეტ ინვესტიციას და ამავე დროს კიდევ მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს კერძო საკუთრება და მაგალითად პანსიონ პერიოდში ნახეთ რომ კერძო საკუთრების უფლების უხეში დარღვევა რამდენიმე ფაქტი მოხდა ამის, რა თქმა უნდა, როდესაც ერთადერთი გამოსავალი იმისთვის რომ ლარის კურსი გამყარდეს არის რომ $10 შემოვიდეს, ხო? ანუ $10 შემოვა ან ჩადევენ მეტ ინვესტიციას, ან თუ ტურისტების ამოვლენ და მეტ დახარჯავენ. ან საქართველოსთან ვინც მუშაობენ, ის რომ გადმორიცხავენ ფულს, ხო, უფრო მეტ. ანუ რუსეთში და საბერძნეთში კრიზისია, შესაბამისად გადმორიცხვები შემცირებულია. მნიშვნელოვანია ის, რომ გაიზარდოს ინვესტიციები, ან უფრო მეტი ფული ჩადონ საქართველოში და გაიზარდოს ტურისტების მიერ შემოტანილი დოლარები, ხო? ანუ აქ ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს იყოს ინდივიდუალური ქვეყანა ნებისმიერი კუთხით და როგორც ეკონომიკურად, ასევე უსაფრთხოებით. აქ პრობლემები გვაქვს უკანასკნელი წლებია ძალიან სერიოზული, როგორც კერძო საკუთრების დაცულობით, ასევე ის, რომ გადაცხადების შემცირება უნდა შემცირებულიყო მაგალითად 2013 წელს საშემოსავლო და მოგების გადასახადი, ამაზე მთავრობა მოარიქვა და განაცხადა, რომ საქართველოში დაბალია გადასახადები. ანუ ის ფაქტორები, რაც საქართველოში ბევრ დოლარს შემოიტანს, ხომ? ანუ ეს ფაქტორი ამ ნაბიჯებს მთავრობა არ დგამდა და გრძელვადიანი ხელისუფლების თუ დაიწყება ამის გაკეთება ძალიან კარგი იქნება. მაგალითად, ერთ-ერთი ფაქტორი არის პრემიერის მიერ დასახელებული ინიციატივა მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით, ხო, როდესაც საუბარია ესტონურ მოდელზე. ამას ამბობდნენ შაშან, თუმცა არ მომხდარა, ეს დაპირებასავით არ შესრულებულა, მაგრამ თუ ეხლა მაინც მოხდება, ეს იქნება დადებითი ფაქტორი. თუმცა ამის გარდა კიდევ სხვა ნაბიჯები გასაცმელი, ხო, კიდევ მეტად არის გადასახადების შესამცირებელი, მეტად არის სამთავრობო ხარჯების შესამცირებელი და ამავე დროს მთავრობა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ საქართველოს დაცული იყოს კერძო საკუთრება და არ ახდებოდეს ხშირი დარღვევა ამ უფლების.
ბატონო ზვიად, ერთი მიმართულებით აკრიტიკებენ ხშირად ეროვნულ ბანკს. თქვენ საინტერესოა როგორია თქვენი პოზიცია, იყო თუ არა დროული ეროვნული ბანკის ნაბიჯები პრობლემასთან ბრძოლაში? რომელ ნაბიჯებზე მეკითხებით? რომელი ნაბიჯებიც ეროვნულმა ბანკმა გადადგა იგივე რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით? ხო, კი ბატონო, რეზერვების ხარჯვა დროული იყო, რა თქმა უნდა, ანუ როდესაც დაიწყო კურსის გაუფასება, ერთი რეზერვები დაიხარჯა. მეორე ის რომ რეზერვების ხარჯვა კიდევ გავიმეორებ, რომ პრობლემას არ აგვარებს, იმიტომ რომ რეზერვებს გახარჯო, გაიფლანგება ეს ფული, მაგრამ კურსი ისევ გაუფასებელია. ამის მაგალითია სომხეთი, ამის მაგალითია მოლდოვეთი, ამის მაგალითია აზერბაიჯანი, მათ გახარჯეს რეზერვები, საკმაოდ ბევრი, თუმცა მათი ეროვნული ვალუტა მაინც საქართველოს ლარზე მეტად გაუფასებელია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ახორციელებს ძალიან სწორ პოლიტიკას. მან შეამცირა ფულის მასა, ლარის მასა, მან შეამცირა მან გადარდა რეფინანსირების განაკვეთი, რაც სამწუხაროდ ეკონომიკურს ანელებს, მაგრამ ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს და აჩერებს ეროვნული ვალუტის გაუფასებელს. ეროვნულმა ბანკმა რაც მის ხელთ არის ინსტრუმენტები ყველაფერს გამოიყენა და კიდევ ერთ რაღაც უნდა გვესმოდეს, რომ ეროვნული ბანკის კონსტიტუციური მოვალეობა არის ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და არა კურსის დაწევა, ნაწევა. იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფალი გაცვლითი მცურავი კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ყველაფერს მოწმობს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, დაწყებული მსოფლიო ბანკის და სავალუტო საბჭოს დამთავრებული თუნდაც მილიარდით, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ყველა დადებით და დაფასებენ ეროვნული ბანკის მოქმედებას და ამბობენ, რომ ნებისმიერი მათ ეროვნული ბანკის გადადგმული ნაბიჯი იყო ძალიან ადეკვატური. ან ის რომ მას უაბრალოდ ეროვნულ ბანკს დააგვიანათ ადრე მოუვიდა რეზერვების გახარჯვა არასწორია იმ მიზეზების გამო, რაც უკვე ჩამოუხდა. და ბოლოს შეკითხვა, დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მონეტარული პოლიტიკის მორიგ ჯერზე გამკაცრებაც არ გამორიცხა. როგორ ფიქრობთ, გამოიღებს თუ არა ეს ნაბიჯის შედეგს და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ნაბიჯს? მონეტარული განაკვეთი იზრდება უკვე დიდი ხანია, 4%-დან ავიდა 8.5%-ზე. ეს ეროვნული ბანკი ამას ახორციელებდა, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური სტაბილურობაში არსებული იყო. ეს არის ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი, ეს სამწუხაროდ ეკონომიკურს და შეანელებს, ვინაიდან ფულის მასა შემცირდება ეკონომიკაში, თუმცა ეს არის ის ხერხი, რასაც უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ შევინახოთ ფინანსური სტაბილურობა. აქედან გამომდინარე, ეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდა ეს ადრესი ალბათ სწორი ინსტრუმენტი მოკლევადიანი თვალსაზრისით, რაც შეაჩერებს ლარის კურსის მკვეთრ გაუფასებელობას. გასაგებია, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი. ამით დღეს რადიოაქტიური ზონა დასრულებულია. ჩვენ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით ხვალ ზუსტად 18 საათზე. ნახვამდის. რადიო მაესტროს ეთერში იყო გადაცემა რადიოაქტიური ზონა. თამარ ხლონთთან ერთად.